გამარჯობა, ნინო გორგოძე არის კვლავ ჩვენთან ერთად. დიდი მადლობა ნინო შენი დროისთვის. ნინო არაერთი წელი, მრავალი წელი მუშაობდა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით ამ საკითხებზე, კონკრეტულად თავდაცვის სამინისტროში და იცით რომ თავდაცვის სამინისტრო იყო და მინდა მჯეროდეს რომ ახლაც ჯერ კიდევ არის ლოკომოტივი სწორედ ნატოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით და საგარეო ასპარეზზე ყველაზე დიდი მედროშე თუ ვინმე იყო ეს იყო ქართული ჯარისკაცი და მთლიანად ჩვენი თავდაცვის ძალები და მადლობა ყველა ჯარისკაცს იმისთვის რაც გააკეთეს ჩვენი სამშობლოსთვის. რაზე მინდა ნინო ვისაუბროთ ჩვენ? რა თქმა უნდა ტრამპის განცხადებაზე, რა თქმა უნდა ნატოზე, რა თქმა უნდა ნატოს მომავალზე და რა თქმა უნდა საქართველოზე. რა პროცესში არის ამჟამად უშუალოდ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გააკეთა ის განცხადება, რაც გააკეთა. გიორგი, მადლობა პირველ რიგში. ბოლო რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების ახალი სტრატეგია. ამ სტრატეგიაზე საკმაოდ ბევრი ითქვა და ბევრი დაიწერა და ეხლა დეტალებში ბუნებრივია არ ღირს ამ ფორმატში შესვლა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ალბათ ჩვენთვის და ევროპისთვის და კონკრეტულად ნატოსთვის ამ სტრატეგიაში გაჟღერდა და ითქვა არის ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატებს სურს დაასრულოს აღქმა ნატოსი როგორც მუდმივად გაფართოებადი ალიანსის. ბუნებრივია ეს ცვლის ბევრ რამეს ორგანიზაციისთვის, ეს იწვევს დიდ გეოპოლიტიკურ ცვლილებებს რეგიონში, რაღაცნაირად უნიპოლარული გეოპოლიტიკური დღის წესრიგიდან მსოფლიო თითქოს უნდა დაბრუნდეს მულტიპოლარული გადანაწილებისკენ, რაც შეიძლება ითქვას, რომ ავტომატურად გულისხმობს გავლენის სფეროების ეპოქაში მსოფლიოს დაბრუნებას და ეს ჩემი შეფასებით შეიძლება ითქვას, რომ არის კრიზისი ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის. თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ 75 წლიანი წარმატებული მშვიდობიანი ისტორიის მანძილზე ალიანსს ჰქონია რამდენიმე ეტაპი ისეთი, როცა ედგა კრიზისული ვითარებები, შეიძლება არ არის სწორი პარალელი და არ არის ზუსტი ანალოგი ამ ყველაფრის რაც მოხდა 60-იან წლებში, როცა საფრანგეთმა გამოაცხადა ალიანსის სამხედრო სტრუქტურებიდან გასვლა და ეს გასვლა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში, დარჩენილი დროის განმავლობაში და როგორც მახსოვს 2000-იანების ბოლოს დაბრუნდა საფრანგეთი სრულად ალიანსის სამხედრო სტრუქტურებში. ბუნებრივია ეს შეიძლება არ იყოს ზუსტი ანალოგი და ზუსტი პარალელი, თუმცა მსჯელობისთვის მაინც მნიშვნელოვანია და საინტერესოა და ვფიქრობ, რომ ამ მსგავსი კრიზისული ვითარებების გადალახვა ნატოს კვლავ შეუძლია და ნატო დარჩება წარმატებულ მსოფლიო ისტორიაში წარმატებულ სამხედრო პოლიტიკურ ალიანსად. შეიძლება ვივარაუდოთ და ალბათ ასეც იქნება, რომ ინტეგრაციული პროცესები შესაძლოა შეფერხდეს, შესაძლოა ეს აისახოს ასპირანტი ქვეყნებისადმი ალიანსის დამოკიდებულებებში, პოლიტიკურ დამოკიდებულებაში, პრაქტიკული თანამშრომლობის საკითხებში, თუმცა თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ტრამპის ადმინისტრაციას არ ახასიათებს მაინც და მაინც პროგნოზირებადი და თანმიმდევრული მიდგომა ხშირად საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში, ეს კრიზისული პერიოდი მეტნაკლებად მტკივნეულად, მაგრამ გადალახვადი იქნება ალიანსისთვის. ჩვენი თავდაცვის ძალები სრულად არის, ასე ვთქვათ, მომართული ნატოს მექანიზმით, ხო? ანუ ჩვეულებრივად მუშაობს როგორც ნატოს წევრი სახელმწიფოს თავდაცვის უწყება იმუშავებდა, ხო? განსხვავებით იმისა, რომ ჯერჯერობით საქართველოს არ არის ალიანსის წევრი. ეს ყველაფერი რა გავლენას იქონიებს ჩვენზე? ანუ შეიძლება თუ არა, რომ ამან შეცვალოს მაგალითად აი ეს მექანიზმი, რაზეც ვსაუბრობთ? არ მგონია, რომ ახლო პერსპექტივაში უახლოესი
თვეების თუ წლის განმავლობაში პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმებზე აისახება ეს დამოკიდებულება, იმიტომ რომ ნატოს ბიუროკრატია საკმაოდ ისეთი კომპლექსური ბიუროკრატიაა და სწრაფად გადაწყვეტილების მიღების პროცესი ანუ სწრაფად არ მიმდინარეობს, ეს ერთი. მეორე მხრივ მგონია, რომ პარტნიორული მექანიზმები არ იქნება პირველი სამიზნე და პირველი შეიძლება ითქვას მსხვერპლი ამ პროცესის. მე მეორენაირად შევხედავდი და ვიტყოდი, რომ პარტნიორ ქვეყანას თავად პარტნიორი ქვეყნის პოლიტიკური ნება და პოლიტიკური დამოკიდებულება და სურვილი ინტეგრაციული პროცესების გაგრძელების და პრაქტიკული თანამშრომლობის გაგრძელების ამ შემთხვევაში შეიძლება უფრო გადამწყვეტი იყოს და შეიძლება უფრო დამაზიანებელიც იყოს ამ ტრაექტორიის, ვიდრე ამ ეტაპზე ნატოს მხრიდან ველოდოთ რაიმე ისეთ რადიკალურ ცვლილებებს საქართველოსთან თანამშრომლობის კონტექსტში. ნატოზე უნდა გკითხო ჯერ სანამ გადავალთ დოქტრინაზე და დოქტრინას აუცილებლად უნდა შევეხოთ ჩვენც, იმიტომ რომ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა პირდაპირ თუ არა ირიბ გავლენას მაინც ახდენს საქართველოზე. ნატო იყო და ჯერ კიდე არის ყველაზე წარმატებული სამხედრო პოლიტიკური ორგანიზაცია, ხო და მიუხედავად იმისა, რომ შიგნით არაერთი კრიზისი იყო და საფრანგეთი ახსენე, მაინც დგას ჯერჯერობით და აკეთებს თავის ფუნქციას ასრულებს საუკეთესოდ. არის თუ არა ნატოს ალტერნატივა, საერთოდ რომელიმე ორგანიზაცია თუ გეგულება ისეთ, რომელიც შეიძლება იყოს ნატოს ალტერნატივა? ძნელია, მე ვერ ვიტყოდი რომელიმე ახლა არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა ტიპის რეგიონულ თუ საერთაშორისო კავშირებზე, რომ რომელიმე მათგანი სრულად შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც ნატოს ალტერნატივა ან ანალოგი. ძალიან გამოიკვეთა და მნიშვნელოვანი ევროკავშირის როლი ევროპის ერთიანი უსაფრთხოების არქიტექტურაში, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის ფონზე ძალიან დიდი აქცენტი კეთდება და ძალიან დიდი ასე ვთქვათ ძვრებია ევროპაში იმისთვის, რომ ევროკავშირმა და ევროპამ როგორც დამოუკიდებელმა ამერიკისგან შეძლოს და თვითკმარი სამხედრო და თავდაცვის ინსტიტუტები გქონდეს, სამხედრო ინდუსტრია გქონდეს თვითკმარი, რომ სათანადო პოლიტიკა აწარმოოს რუსეთთან მიმართებაში, სათანადო დახმარება აღმოუჩინოს უკრაინას იმისთვის, რომ თვითონ მოახერხოს რუსეთის შემდგომი აგრესიისგან, შესაძლო აგრესიისგან თავის დაცვა, თუმცა ნატოს როლი ამ პროცესში და მეხუთე მუხლის მთავარი იდეა რაც არის, ეს ჯერჯერობით უალტერნატივო რჩება ჩემი აზრით. იყო რაღაცა პერიოდი, ანუ რატო ვსაუბრობ ამაზე ბევრს, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველას ჰქონდა მოლოდინი ნატოს დაიშლებოდა, ხო? თუმცა ეს ყველაფერი ესე ხო არ მოხდა და მანფრედ ვერნერი იყო თუ ზუსტად მახსოვს ის, ვინც PFP შემოიტანა და რაღაცა ახალი სიცოცხლე ჩაბერა ამ ორგანიზაციას. რა მოლოდინი უნდა გქონდეს? აი ახლა განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა დიახ, მართალი ხარ, ევროპელები აი ესე ზრუნავენ და ფიქრობენ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის გარკვეული ქმედებებისკენ, ხო? კი, ანუ აი წეგან რაც ვახსენე, რომ დიდი ალბათობით და ჩემი ღრმა რწმენით ნატო ამ კრიზისს გადალახავს და ამ კრიზისიდან გამოვა ისე როგორც წარმატებული სამხედრო პოლიტიკური ალიანსი, ეს ზუსტად იქედან გამომდინარეობს, რაც ახლა ახსენე, ანუ ამ ისტორიული კონტექსტის გაანალიზებით და გათვალისწინებით. ანუ საბჭოთა კავშირის დაშლის მერე ნატოს შექმნის იდეა თითქოს დღის წესრიგიდან მოიხსნა, ხო? ნატო შეიქმნა იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, წითლებისთვის წინააღმდეგობა გაეწია, ხო? არ მიეცა გავრცელების საშუალება. არ გაწითლებულიყო ევროპა, ესე ვთქვათ, ხო? და ნუ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თითქოს ეს საფრთხე აღარ არსებობდა, დღის წესრიგიდან მოიხსნა და მაშინ აქტუალური იყო მსჯელობაც, რომ ნატო ხوار დაიშლება, მაგრამ ისტორიამ აჩვენა სრულიად საპირისპირო. მას მერე ნატო გაძლიერდა, გაფართოვდა და დღემდე ფუნქციონირებს როგორც წარმატებული ალიანსი. ასევე ის ფაქტიც, რომ 2022 წლის თებერვლის ავადსახსენებელი მოვლენების და მიმდინარე ომის ფონზე ნატო არათუ კრიზისში შევიდა, არამედ ორი ახალი წევრი სახელმწიფოც მიიმატა, რომელიც
ერთიორად აძლიერებს, ასე ვთქვათ, ალიანსის სამხედრო ძლიერებას და ასევე პოლიტიკურ მნიშვნელობას. ამის ფონზე ვფიქრობ, რომ ეს კრიზისიც დაიძლევა. ამას ბუნებრივია ექნება რა თავისი გვერდითი ეფექტები და მეტნაკლებად მტკივნეული შეიძლება იყოს ეს პროცესი ნატოს წევრი ქვეყნებისთვის, თვითონ ორგანიზაციისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია რა როგორ განხორციელდება პრაქტიკაში ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, რა დამოკიდებულება ექნება ტრამპის ადმინისტრაციას ალიანსისადმი. ჩვენ ვნახეთ, რომ რუმინეთიდან დაანონსდა ამერიკული სამხედრო შენაერთების გაყვანა რუმინეთში ამერიკული სამხედრო ქვედანაყოფების რაოდენობის შემცირებაზე ითქვა უკვე. ვნახეთ ასევე ის, რომ წინა კვირას ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალს არ დაესწრო სახელმწიფო მდივანი რუბიო. თუმცა ეს მტკივნეული პროცესი ერთის მხრივ შესაძლებელია, რომ ნატოს თვითგაძლიერების შესაძლებლობა და ევროპული ქვეყნების ხარჯზე ალიანსის თვითგაძლიერების შესაძლებლობაც გახდეს და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესმა რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიაყენოს პარტნიორ ქვეყნებს და ამ შემთხვევაში უგულისხმობ საქართველოს როგორც ერთ-ერთ პარტნიორ და ასპირანტ სახელმწიფოს. ანუ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ საქართველოს ამ პროცესიდან რაც შეიძლება ნაკლებად დაზარალებული გამოვიდეს, ნაკლები ზიანი მიიღოს, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ პარტნიორული მექანიზმები ალიანსთან, ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობა ნატოს წევრ ცალკეულ სახელმწიფოებთან და შევინარჩუნოთ რაც შეიძლება მყარი ინსტიტუტები, მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ თავდაცვის შესაძლებლობები გავზარდოთ და ამ კუთხით მოვახერხოთ რთული გეოპოლიტიკური ვითარების გადალახვა და დაველოდოთ შესაძლებლობების ფანჯარა როცა იარსებებს პოლიტიკური ნება ალიანსში გაფართოების და ამ არაპროგნოზირებად მსოფლიოში ძალიან ძნელია იმის თქმა, როდის შეიძლება ეს დადგეს. შეიძლება დღეს ვფიქრობდეთ, რომ ეს არის საკმაოდ შორს მიმავალი და ისეთი საკითხი, რომელიც ახლო მომავალში არ გადაწყდება, თუმცა არავინ იცის რა მოხდება ხვალ და რა იქნება ეგრეთ წოდებული ტრიგერი, რამაც შეიძლება გაფართოების მომდევნო ტალღა დააყენოს. ნინო, შენ ბევრი წლის განმავლობაში მუშაობდი თავდაცვაში და კარგად იცი სხვა ქვეყნების მოწყობის მაგალითები, უსაფრთხოების ან თავდაცვას გულისხმობ პირველ რიგში. ის რა სისტემაც გაგვაჩნია ჩვენ. რატო გაგვაჩნია ეს სისტემა? იმიტომ რომ ეს სისტემა უბრალოდ კარგად მუშაობს, თუ იმიტომ რომ უბრალოდ რაღაცა სხვა ვერ ვნახეთ? თავდაცვის ზოგადად უსაფრთხოების და კონკრეტულად თავდაცვის სისტემების განვითარება, თავდაცვის რეფორმირება, თავდაცვის სფეროს ტრანსფორმაცია იმთავითვე იყო მაქსიმალურად მიახლოვებული ნატოს მიდგომებთან, ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტებთან და ასე შემდეგ. ეს პირველ რიგში განპირობებული იყო იმით, რომ ქვეყანას ჰქონდა მყარად განსაზღვრული, არჩეული და მტკიცედ გადაწყვეტილი საგარეო პოლიტიკური ორიენტირი, რომ საქართველო უნდა გამხდარიყო ნატოს წევრი სახელმწიფო. აქედან გამომდინარე, ამ სტრატეგიული მიზნის მიღწევას ემსახურებოდა ყველა ძირითადი უწყების განვითარების სტრატეგია, ეს იქნებოდა მოკლევადიანი, საშუალოვადიანი თუ გრძელვადიანი და თავდაცვის განვითარების სტრატეგია, თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა და სხვა მნიშვნელოვანი პროცესები თავდაცვის სამინისტროში გამიზნული იყო იმისთვის, რომ რაც შეიძლება გაგვეზარდა თავდაცვის ძალების თავსებადობა ნატოსთან, რაც შეიძლება მყარი ინსტიტუტები ჩამოგვეყალიბებინა, რომელიც იმეორებს, ასე ვთქვათ, თავის თავში ნატოს სტანდარტებს, ნატოს მიდგომებს და მაშინ როცა პოლიტიკური ნება იქნება იმის და პოლიტიკური გადაწყვეტილება მომწიფდება, საქართველოს თავდაცვის სისტემა უნდა ყოფილიყო მზად იმისთვის, რომ გამხდარიყო სრულფასოვანი წევრი ამ ევროატლანტიკური ოჯახის. აქედან გამომდინარე, თავდაცვის განვითარების ყველა სფერო მიყვებოდა ნატოს დაგეგმვის, ნატოს სტანდარტების მაქსიმალური ათვისება, გათვალისწინება და პრაქტიკაში დანერგვა ხდებოდა თავდაცვის სისტემაში. ეს იქნებოდა ყველაზე basic, ვთქვათ, პერსონალის მართვიდან დაწყებული თუ სხვა უფრო
კომპლექსური საკითხებით დამთავრებული, რაც ეხება სტრატეგიულ დაგეგმვას, ლოგისტიკას, სპეცების განვითარებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ყველა სფეროში თავარი მიდგომა იყო ის, რომ მაქსიმალურად დავახლოვებოდით ალიანსის სტანდარტებს და ეს ნიშნავს იმას, რომ ნაკლები ბიუროკრატია, გაცილებით მეტი ეფექტურობა სხვადასხვა მიმართულებით, თვითონ მუქნილობაც ყოფილიყო ესეთი, რომ პირდაპირ ჩამჯდარიყო ამ კომპონენტში, თუ კიდე რას მოიცავდა? თვითონ ეს პროცესი და ნატოსთან პარტნიორობის მექანიზმები გულისხმობდა და გულისხმობს დღესაც თავდაცვის ძალების შესაძლებლობების ისე განვითარებას, რაც თანხმედრაში მოდის ალიანსის მოთხოვნებთან. სამხედრო სწავლებები, რომელიც ორმხრივი თუ მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატში ქვეყანაში ტარდებოდა, ქართველი ჯარისკაცების აქტიური ჩართულობა ნატოს მისიებში, ოპერაციებში, ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში, ეს ყველაფერი ბუნებრივია ემსახურება იმ მიზანს, რომ ნატოს რომელიმე წევრი ქვეყნის ჯარისკაცი და ქართველი ჯარისკაცი თავისუფლად და სრულიად შეთანხმებულად მოქმედებდნენ ბრძოლის სვალზე თუ სასწავლო აუდიტორიაში. ანუ საერთო ენაზე უნდა გველაპარაკა ალიანსთან ამ კუთხით სამხედრო თვალსაზრისით. ამაში ძალიან დიდი წვლილი შექონდა და შეაქვს თანამშრომლობის მექანიზმებს, მისიებს და ოპერაციებს, რომელიც შედარებით შემცირებულია მასშტაბებით, თუმცა დღემდე ქართველი ჯარისკაცები უფრო კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფები მონაწილეობენ ნატოს ოპერაციებში, ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებშია ჩართული თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები და ეს არის, ასე ვთქვათ, მთელი კომპლექსური პროცესი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ თუ კი საჭიროება დადგება, მხარდამხარ ბრძოლის დროს გავინაწილოთ ის პასუხისმგებლობები, ის ვალდებულებები, რაც მოეთხოვება ჯარისკაცს და მშვიდობიანობის დროს ვემზადოთ აი ამ ერთობლივი ძალისხმევისთვის, ესე ვთქვათ. მოდი გადავიდეთ ამერიკის ამ ახალ ხედვაზე, ამ თავისი მონროს დოქტრინის გაცოცხლებით და ასე შემდეგ, რას უქადის ეს ყველაფერი ევროპას და რას გვიქადის მერე ჩვენსაც ხვდებით, ან თუ ხვდებით საერთოდ ამაში, ან ჩვენ რაზე უნდა ვიფიქროთ? ხო, როგორც უკვე ვთქვით, საკმაოდ ესეთია ტრამპის ადმინისტრაციის ის ვერბალური და ასე ვთქვათ, ტრამპის მიერ ხშირად გაცხადებული მიდგომები, ესე ვთქვათ, ფურცელზე და დოკუმენტურად აისახა ამ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში, რაც ნიშნავს იმას და სხვათა შორის ეს მიდგომა ტრამპის წინა ადმინისტრაციის დროსაც რელევანტური იყო მისი მხრიდან და მოქმედებდა. მე მახსოვს ჯერ კიდევ უკრაინის ომამდე ტრამპის აქტიური მოწოდებები ევროპული სახელმწიფოებისადმი თავდაცვის ხარჯების გაზრდასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს უკვე რეალობად დადგა და ესეა, თუ კი პირველი ადმინისტრაციის დროს 2% მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ის გამოყოფაზე ტრამპი იყო მუშტების ბრახონი, ავიდა 5%. პირდაპირ მნიშვნელობით მუშტების ბრახონი ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან ახლა უკვე ავიდა 5%-ზე და ეს მოთხოვნა კვლავ ძალაშია, გამომდინარე იქიდან, რომ ევროპას მეტი მოეთხოვება, მეტი ჭირდება იმისთვის, რომ შეაკავოს რუსეთი იქ, სადაც უნდა შეაკავოს. ეს ანუ იგივე ლოგიკის გაგრძელებაა ფაქტიურად ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ენა და მიდგომა. ცოტა შორსაც შეიძლება უფრო რადიკალური შეფასებაც შეიძლება გაკეთდეს აქ, თუმცა მნიშვნელოვანია როგორ გადაითარგმნება ეს ყველაფერი პრაქტიკაში. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი რა გავლენას მოახდენს ჩვენზე და ჩვენ სად ვიქნებით იმ მოცემულობაში, რაც ევროპაში დადგება ამერიკის პოლიტიკის, ამერიკის მიდგომების ფონზე. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში არის ის, რომ ქვეყანა მაქსიმალურად შეძლოს, შეინარჩუნოს
ძლიერი ალიანსები, ძლიერი პარტნიორული ურთიერთობები და მაქსიმალურად იზრუნოს ძლიერი ინსტიტუტების განვითარებაზე. ეს რაც ჩვენ გვინდა. რა თქმა უნდა, რაც არის ხო, რაც არის ეს ცოტა შორს არის იმ სურვილებისგან, რასაც ეხლა ვამბობთ, რაზეც ახლა ვისაუბრეთ. რთულია ალბათ ოპტიმიზმის საფუძველი რო გქონდეს ამ ვითარებაში, მაშინ როცა ნატოში თუ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი სამწუხაროდ მივიყვანეთ იქ, სადაც მივიყვანეთ და ახლა რა მდგომარეობაც გვაქვს ეს ნათელია. შესაბამისად ამ ვითარებაში ალბათ გაჭირდება პოზიტიური პროგნოზის გაკეთება. თუ კი ამერიკის ადმინისტრაციის გაცხადებული პოლიტიკა ზუსტად ისე გადაითარგმნა პრაქტიკაში, როგორც ეს ფურცელზე წერია და თუ კი საქართველოსთვის არასახარბიელოდ განვითარდა მოვლენები, ამ მოცემულობით რაც ახლა ქვეყანაში გვაქვს, ანუ გაგვიჭირდება მეგობრის შენარჩუნება, არ გვეყოლება მეგობარი და აღმოჩნდებით ავტომატურად არაკეთილმოსურნე მეზობლის გავლენის სფეროთ და უკანა ეზოდ, როგორც ამას ხშირად ამბობენ ხოლმე. თუ კი რჩებით და ახლა ამ მოცემულობით ვართ ესე მარტოები, რა უნდა გააკეთოს ამ შემთხვევაში ქვეყანამ იმისთვის, რომ უბრალოდ უკანა ეზო კი არა, რაღაცა ელემენტარული რაღაცა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა მაინც შეეძლოს. ამისთვის გვჭირდება ზუსტად რაც შეიძლება მჭიდრო და ესეთი ძლიერი პარტნიორული ურთიერთობები მეგობარ სახელმწიფოებთან, ზრუნვა ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის განვითარებაზე და მყარი ინსტიტუტების შექმნას. ისეთი, რაც შეძლებს უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ეს იქნება წმინდა სამხედრო მიმართულებები, როგორც არის საჰაერო თავდაცვა, ტანკსაწინააღმდეგო თუ სხვა. ამის გარდა ქვეყანაში მაქსიმალურად უნდა იქნას შენარჩუნებული, უნდა აღდგეს ასე ვთქვათ, ჯანსაღი საჯარო ინსტიტუტები და იმისთვის, რომ ვაწარმოოთ სწორი თავდაცვის პოლიტიკა, სწორი საგარეო პოლიტიკა, შევინარჩუნოთ ალიანსები დასავლურ სახელმწიფოებთან, ისე რომ და რა თქმა უნდა მაქსიმალურად გამოვიყენოთ შესაძლებლობები. ამ ეტაპზე სამწუხაროდ განსაკუთრებით შეიძლება ევროკავშირის მიმართულებით ითქვას, ამ შესაძლებლობების გამოყენება ფაქტიურად არ ხდება და ეს კარი დახურულია. ეს ფაილი როგორც გვითხრეს, უკვე დახურულია ჩვენთვის, რაც პრაქტიკულ განზომილებაში ძალიან დიდ დანაკარგს გულისხმობს თავდაცვის ძალებისთვის, ზოგადად ქვეყნისთვის და ძალიან ბევრი იმ სფეროსთვის, რომლის განვითარებაც დიდ ფინანსურ რესურსებთან არის დაკავშირებული და ამ სფეროებში საკმაოდ დიდი იყო ევროკავშირის და ცალკეული წევრი სახელმწიფოების წვლილი. თავდაცვაზე როგორ აისახა ეს ყველაფერი, ან როგორ აისახება? იცით რა, თუ კი ვინმეს გონია, რომ ათეულობით ან ასეულობით მილიონი ლარი, ევრო ან დოლარი თავდაცვის ბიუჯეტისთვის ესე ხელწამოსაკრავი თანხა, ეს ნამდვილად არ არის ასე. პარტნიორი ქვეყნების მიერ გაღებული ფინანსური რესურსი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობას ხმარდებოდა და ამ პროცესში საკმაოდ დიდი წილი მოდიოდა სწორედ ამ საგარეო ფინანსურ დახმარებებზე. აქ არ იგულისხმება მხოლოდ ამერიკული ფინანსური დახმარება, აქ იგულისხმება ბევრი ევროპული ქვეყნის დახმარება, მათ შორის გერმანიის და ევროკავშირის ფინანსური დახმარება, რომელიც სრულიად შეჩერებულია დღეის მდგომარეობით. ეს არ არის მცირე დანაკარგი ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორც ჩვენ ვართ, ისეთი ღარიბი ქვეყნისთვის, როგორც საქართველოა და თუ კი გვინდა რომ ძლიერი შეიარაღებული ძალები გვყავდეს, გქონდეს კარგად გამართული სისტემები, ამ შემთხვევაში ქვეყანა უარს არ უნდა ამბობდეს საკუთარი პოლიტიკით და საკუთარი ნებით ამ ტიპის დახმარებებზე. და ამ სტრატეგიულ მარტოობაში, როდესაც ინსტიტუციებიც არ არის ძლიერი და სამწუხაროდ ხედავთ, რომ დაკნინებული არის სახელმწიფო ინსტიტუციების როლი, აი ეს ყველაფერი ჩვენ უსაფრთხოებაზე როგორ აისახება?
საკმაოდ შეიძლება ითქვას, რომ ეს პირდაპირ პროპორციულია ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის და ქვეყნის უსაფრთხოების დაკნინების. თუ კი არ ვზრუნავთ ყოველდღიურად, თუ კი არ წვრთნით სამხედროებს, თუ კი არ ვახორციელებთ შესაბამის ინვესტიციას თავდაცვის ძალებში, ეს ბუნებრივია, რომ აისახება მათ შესაძლებლობებზე, მათ ბრძოლის უნარიანობაზე და იმ ვითარებაში რეგიონში თუ მსოფლიოში რა ვითარებაც დღეს გვაქვს, ერთადერთი გზა იმისთვის, რომ შვიდობა შევინარჩუნოთ, არის ძლიერი ინსტიტუტები, ძლიერი ჯარი და ძლიერი თავდაცვა. ანუ ლოზუნგი მშვიდობა სადღეღოდ რჩება, მაგრამ სახეზე აბსოლუტურად განსხვავებული სურათი გვაქვს. სამწუხაროდ, თუ კი გვინდა რომ საფრთხეებს გავუმკლავდეთ, ამ საფრთხეების ეფექტურ მიტიგაციაზე უნდა ვიზრუნოთ, ეფექტურ შეკავებაზე უნდა ვიზრუნოთ და თუ კი არ გვაქვს შესაბამისი რესურსი, ადამიანური თუ მატერიალურ ტექნიკური, ბუნებრივია, რომ ვერ მოახერხებთ საფრთხის შეკავებას. და აქ აუცილებლად უნდა გკითხო ასეთი რამ, რომ შემოაქვთ ნარატივი ნეიტრალიტეტზე. რომ როცა სხვა რესურსი არა, როცა პარტნიორები არა, როცა მარტოები არიან, იქნებ ნეიტრალიტეტი არის გამოსავალი. შეიძლება ამ მოცემულობაში იყოს ნეიტრალიტეტი გამოსავალი. საქართველოსნაირი ქვეყნისთვის იმ გეოპოლიტიკურ გარემოში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ის რესურსები, რაც ჩვენ გვაქვს, ეს უბრალოდ სატყო არაა, ნეიტრალიტეტის იდეის შემოგდება. ამაზე ბევრი ექსპერტი საუბრობს დღეს და ბევრგან ითქვა, ბევრგან დაიწერა. ნეიტრალიტეტი არ მუშაობს იმ მოცემულობაში და ვერ იმუშავებს იმ მოცემულობაში, როგორც საქართველო. ხშირად მოყავთ შვეიცარიის მაგალითი, ავსტრიის მაგალითი, თუმცა თუ კი კარგად ჩავუღრმავდებით, ვნახავთ, რომ აქ პარალელის გავლება უბრალოდ არაადეკვატურია. შვეიცარიის შემთხვევაში ნეიტრალიტეტმა მხოლოდ იმიტომ იმუშავა, რომ შვეიცარიას ჰქონდა უძლიერესი, კარგად გაწვრთნილი, კარგად შეიარაღებული და კარგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით კარგად გადანაწილებული ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობები. ამის გამო აღმოჩნდა ნეიტრალიტეტი წარმატებული შვეიცარიის შემთხვევაში და სამწუხაროდ საქართველოს შემთხვევაში ეს შედარება უბრალოდ არარელევანტურია. ავსტრიის შემთხვევაში? იგივე შეიძლება ითქვას ავსტრიის შემთხვევაზეც. ნეიტრალიტეტი არ არის რაღაცა უსაფრთხოების ქოლგა, მაშინ როცა არ გაგაჩნია არანაირი გაგაჩნია უკიდურესად შეზღუდული შესაძლებლობები, რომ უზრუნველყო შენი ქვეყნის უსაფრთხოება. ამ შემთხვევაში ნეიტრალიტეტი უბრალოდ ფარატინა სიტყვად შეიძლება განვიხილოთ და არაფრის მომცემი უпростоრად ბევრად უფრო დიდი რისკ ფაქტორი გახდება, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ნეიტრალიტეტი არის საკმაოდ ძვირი სიამოვნება, რომელიც გულისხმობს თითო მოქალაქის აღჭურვას, რაღაც ტერიტორიული პრინციპით გადანაწილებას და იმგვარი წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობას, როდესაც მტერს დაეკარგება თავდასხმის მადა, ხო? რა თქმა უნდა, როცა მტერი ორჯერ ან მეტჯერ დაფიქრდება, სანამ რაიმე აგრესიულ ნაბიჯს გადადგამს შენს წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში შესაძლებელია იმუშაოს ნეიტრალიტეტმა, თუმცა იმ მოცემულობაში, რომელიც ჩვენ გვაქვს, როცა მტრული სახელმწიფოს სამხედრო შენაერთები საკუთარ ტერიტორიაზე გვყავს, როცა არ გვაქვს საკმარისი შესაძლებლობები არც ერთი სპეციფიური მიმართულებით იმისთვის, რომ მოვახერხოთ უსაფრთხოების და ეფექტური თავდაცვა. ეს საჰაერო თავდაცვა არ არის მხოლოდ, ბევრი სხვა მიმართულებაა. ამ ვითარებაში ნეიტრალიტეტის თემა იქნება უბრალოდ რაღაც უდიდესი რისკის შემცველი იდეა, რასაც შეიძლება ძალიან ფატალური შედეგი მოყვეს ჩვენს შემთხვევაში. რა შეიძლება იყოს ეს შედეგი? სრული დაპყრობა? რთული სათქმელია, არაფერია გამორიცხული ამ მდგომარეობაში, ამ ვითარებაში და ხო, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ხშირად ისმის ხოლმე ესეთი მოსაზრებები, რომ რუსეთი უკრაინაშია დაკავებული და მეზობლები ჩვენ შეიძლება ცოტა ხანი უსაფრთხოდ ვიგრძნოთ თავი, სანამ ჩვენთვის არც ცალია, თუმცა
არ არის ეს მიდგომა სწორი და ოკუპირებული ქვეყნის თავდაცვას და ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას კარგად უნდა კონდეს გააზრებული ის, რომ აქ რაღაცა ვარაუდებზე და ჩვენთვის არცალია და როცა მოიცლის მერე მოვემზადებით, ეს მიდგომა დამღუპველი შეიძლება აღმოჩნდეს. შავ ზღვასთან შავ ზღვაზე მინდა ერთი კითხვაც დავსვა, აი ამერიკის მიდგომა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, აი ეს შეხვედრები, ეს მოლაპარაკებები, კავკასიაში გაჩენა რაღაც სატრანზიტო კორიდორის, ტრამპის სახელწოდებით და ასე შემდეგ, ჩვენთვის რა შესაძლებლობებს აჩენს ან სად გვაქვს რაღაცა აი მართლა რაღაცა შანსი იმისი, რომ აი ჩავებათ აი ამ პროცესში. სადაც არ ვართ, რატო არ ვართ, არ ვიცი, მაგრამ ნუ არ ვართ. არ ვართ, თუ ალბათ ძალიან დიდი შეცდომაა და არასწორი მიდგომაა ის, რომ არ ვართ. საქართველო არის შავი ზღვის აუზის ქვეყანა, საქართველო აკავშირებს სომხეთს შავ ზღვასთან და საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი და ეს პოტენციალი აუცილებლად გამოსაყენებელია ამ ვითარებაში, როცა განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იმაზე, როგორ მოხდეს ცენტრალური აზიის დაკავშირება ევროპასთან და აქ ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ ამერიკის ინტერესებში არის მაქსიმალურად ჩინეთის მზარდი ინტერესის შეკავება და ამ გეოპოლიტიკური მოცემულობის სწორად გამოყენება შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტშიც საჭიროა საქართველოსთვის და აუცილებელია და ამით შეიძლება ესეთი ინტერესის წერტილების პოვნა, გადაკვეთის წერტილების პოვნა, რაც შესაძლებლობას მისცემს ქვეყანას, რომ საკუთარი თავის პოზიციონირება სწორად შეძლოს, შავი ზღვა გამოვიყენოთ როგორც შესაძლებლობების ფანჯარა და შევძლოთ კიდევ უფრო მეტად ინტეგრაცია ევროპასთან, ეს იქნებოდა დაკავშირებადობის კონტექსტში, იქნება უსაფრთხოების კონტექსტში, იქნება ეკონომიკური კავშირების კონტექსტში თუ ასე შემდეგ. ნინო, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა.